ცხოვრებაში ზოგი ადამიანი უბრალოდ მოდის, ზოგი კი სამუდამოდ გამახსოვრებს თავს. ჩვენთან სკოლაში იყო ერთი ჯადოსნური ადგილი, საიდანაც საოცარი სურნელი აღწევდა საკლასო ოთახებამდე. ერთი სული გქონდა, როდის გამოვიდოდა გაკვეთილი, რომ დიდ დასვენებაზე ჩავმდგარიყავით სკოლის სასადილოს უსაშველო რიგში. მიზანი კი ყველას ერთი გქონდა, მიგვეღწია ოქროს ხელება მედიკო დეიდამდე, ქადების ნამდვილ ოსტატამდე. სკოლიდან დაბრუნებისას სახლის გზაზე ისევ ქადებზე მეფიქრებოდა, ვნატრობდი გამებედა და მეთხოვა მისთვის მისი საოცარი ქადების რეცეპტი. გავიდა წლები და როგორც იქნა მივაგენი იმ ქადის იდენტურ გემოს, ფუმფულა ფაფუქ ცომში გახვეული რბილი, ნაზი გულსართი, რომელიც პირდაპირ ბავშვობაში გაბრუნებს. გონებით ისევ იქ ხარ, იმ ძველ სკოლაში, იმ სურნელში, იმ მეგობრებში. ახლა კი იქ, სადაც ჩემი სკოლა იდგა, უკვე ახალი შენობაა, ახალი კედლებით, ახალი საკლასო ოთახებით, აღარც ის სასადილო ოთახია. მაგრამ განცდა, ის ემოცია არ იცვლება, მოგონება ხომ ზოგჯერ მხოლოდ სურნელია, ზოგჯერ ხმა, ზოგჯერ კი უბრალოდ გემო. გამიზიარეთ, თქვენ ვინ გახსენდებათ ასე თბილად თქვენი სკოლის წლებიდან?